ბიბლია რატომ არ არის ყველასთვის გასაგები და ახსნა რატომ ჭირდებაო. ანუ სიტყვა სამება რატომ არ არის ნახსენებიო. ბიბლიაში არ შეიძლებოდა სამების ხსენება. პირდაპირ, იმიტომ რომ თქვენ უნდა გავიწყდეთ რომ ქვიშის მარცვალი იყო ისრაელი წარმართულ ოკეანეში. და იმდენად ძლიერი იყო წარმართული გავლენა ებრაელებში, რომ მოსეს ჯული მოსე ებრაელს ეუნება რომ საკუთარ დედასთან სექსუალური ურთიერთობა არ ჰქონდეს. გესმით რას ეუბნება? მეორე ჯულის წიგნში გადაშალება. დაძმას ერთმანეთთან არ ჰქონდეს, ცხოველთან არ დაწვე, უკაცრავად, მაგრამ ბიბლიაში წერია. რატო ეუბნება? იმიტომ რომ წარმართული სამყარო ამით ცხოვრობდა, ცივილიზებული სამყარო. და ეს იმდენად ძლიერი ზეგავლენა იყო, რომ მათი ეს ცოდვები ხდებოდა და ეუბნებოდა არ გააკეთო და ისჯერა. ანუ წარმართული გავლენა ძალიან ძლიერია ერთ პატარა ქვიშის მარცვალზე, რომელიც ამ წარმართულ ოკეანეში. რა თქმა უნდა ეს მოხდელობასაც ეხება. ამიტომ საკმარისი იყო იქ ყოფილიყო ლაპარაკი მამაძე და სულიწმინდა ებრაელი, რომელსაც იმის ახსნა ჭირდებოდა, რომ დედასთან არ უნდა იცხოვროდა ცხოველთან. ის გაიგებდა ახლა იმას, რომ ესე იგი მამაძე და სულიწმინდა სამი ღმერთი კი არა, ერთი ღმერთია სამპიროვნება, დღეს არ ესმის ადამიანებს, თორსა თეოლოგიასია განვითარებული. გესმით რის თქმა უნდა. მაგრამ მეორე ბიბლიაში მაგალითად არის ნახსენები. ღმერთის უმრავლობითია ნახსენები. ერთი ღმერთია, მაგრამ უმრავლობითია. ჩვენ ხატად შევქნათ ადამიანი მრავლობითი. ასე რომ და კიდევ სხვა უამრავი ადგილია, სადაც მინიშნება. რაც შეეხება რატოა ბიბლია ჯერეთი ბიბლია რო გაიგო. ბიბლია ხო ისტორიულ კონტექსტში იწერება. შენ რომ გაიგო, რატო წერია ესა თუ ის ფრაზა ბიბლიაში, უნდა ის ისტორიული კონტექსტი იცოდე. მინიმუმ აი ისტორიული რაკურსში განხილვა ჭირდება, რომ გაიგო მინიმუმ. გარდა ამისა, ეს ადამიანი სულიერ სიღრმეებს ეხება. დოსტოევსკის და ვეფხისტყაოსანს ყველა იგებს? მაინტერესებს. ყველა იგებს? ვერ იგებს. რატო? იმიტომ რომ მას სულიერი განვითარება ჭირდება. რატო გონია შენ რომ ფიზიკა რაღაც იცი? ხა ფიზიკა შეიძლება იცოდე, მაგრამ ვეფხისტყაოსანს ვერ გაიგო. რატო გონია რომ ფიზიკა რაღაც იცი, შენ გაიგებ ბიბლიას? რატო? ის სხვა არის, ეს სხვა. კარგი ექიმი შეიძლება იყო, კარგი ექიმი. მაგრამ გალაქტიონი წაიკითხო და მოისროლ აი გალაქტიონის ლურჯაცხენებს კითხულო ან ის ფერტოლის ხიდიდან ფენაო ხო და ტოტებს ქარისა გადაყვა მარტი ხო რა არის ეს იფიქრე მეტყვი ფიზიკოსმა შეიძლება თქო რა არის ეს ან მათემატიკა რა ლოგიკა არის და მოისროლ შეიძლება მაგრამ გენიალური ექიმი და ფიზიკოსი იყო შეიძლება მართალი ხარ არა ხარ მართალი ესია ასე რომ აქ ხედავთ როგორ იკვეთებ მე ამას მაქსიმეს მართლა მაქსიმალური წვენა მისცეს მაგრამ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ მაგრამ იკვეთება ადამიანის გონების აპარტამრება აი ამ პატარა კოლოფში დევს გენიალური კომპიუტერი რომელიც ღმერთმა ჩაგიგდა სხვათა შორის იმიტომ რომ შენ თუ ეგეთი მაგარი ფიზიკოსი ხარ და გონიერი ხარ ამ უთხო სამყაროზე მეტი როგორ არ უნდა იყო და მოდი ფიზიკოსებმა გააკეთეთ ესეთი პატარა კომპიუტერი რომელიც ამაზე კარგად იმუშავებს ეს გენიალური კომპიუტერი გიდევს თავში და ფიქრობ რომ ეს გენიალური კომპიუტერი რომელიც ამ პატარა თავში ეტევა არის აბსოლუტური საზომია ეტალონი ყველაფრის ჭეშმარიტების საზომია რატო არის რატო ფიქრობ ეს და რატო ფიქრობ რომ ვინც თulis რომ ღმერთი არის და ასე შემდეგ სულელი რატომ არის რატო ფიქრობ სულელი